მოგესალმებით. დღეს სტუმრად გვყავს Honor-ის ორი უძლიერესი smartphone, რომელსაც ძალიან ბევრი ითხოვდით. ესენია Magic 7 და Magic 7 Pro. ორივე მოდელი გადის ფლაგმანურ კატეგორიაში, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო ვიდეო გვექნება. დავიწყოთ არა Pro მოდელით. სადაც შევხვდებით 6.78 ინჩიან LTPO OLED ეკრანს 120 ჰერციანი განახლების სიხშირით. და აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ამ ეკრანის პიკური სიკაშკაშე შეადგენს 5000 ნიტს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განათების ნებისმიერ პირობებში smartphone-ის ეკრანი იქნება საკმაოდ გარჩევადი. ამასთან ერთად შევეხოთ ეკრანის დაცვას, სადაც გამოყენებულია Giant Rhino, ქართულად გიგანტური მარტორქა. ეს კი გახავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დაცვა. შევეხოთ უსაფრთხოების კიდევ ერთ დეტალს, კონკრეტულად ამ მოდელში Honor 7-ში ეკრანშივე გვაქვს ჩამონტაჟებული ულტრაბგერითი თითის ანაბეჭდის სენსორი, რომელიც თავის საქმეს, როგორც ხედავთ, უსწრაფესად ასრულებს. გადავიდეთ წარმადობაზე, როგორც ვიდეოს დასაწყისში მოგახსენეთ, ორივე მოდელი, როგორც Magic 7, ასევე 7 Pro არის ფლაგმანური კლასის, შესაბამისად, ამ ორივე მოდელში გამოყენებულია Snapdragon 8 Elite, რომელიც ნაკლებად დატვირთული სამუშაოებისთვის თუ გეიმინგისთვის, რა თქმა უნდა, არანაირ პრობლემას არ შეგიქმნით. უკანა მხარეს შევხვდებით 3 კამერას. პირველი არის მთავარი ეგრეთ წოდებული wide, შემდეგი 3x ტელეფოტო, ხოლო მესამე ბოლო ultra-wide კამერა. სამივე კამერა არის 50 მეგაპიქსელიანი და ნუ კი ხედავთ თუ როგორ იდეალურ შედეგს იძლევა, როგორც დღისით, ასევე ღამით, დაბალ განათებაში. რაც შეეხება მეხსიერებას, Honor-მა აქაც არ დააყოვნა და ამ კომპონენტში შევხვდებით საკმაოდ დიდ ფლაგმანურ ციფრებს. კონკრეტულად ეს მოდელი გამოდის როგორც 12, ასევე 16 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერებით. ხოლო რაც შეეხება ელემენტს, ის შეადგენს 5650 mAh-ს, რომელსაც კაბელით 100 ვატიანი, ხოლო უკაბელოდ 80 ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერა აქვს. გადავიდეთ Pro მოდელზე და შევეხოთ მთავარ სხვაობებს. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ გვაქვს ოდნავ გაზრდილი 6.8 ინჩიანი იგივე ტიპის ეკრანი, მაგრამ ერთი სხვაობა აქ გვაქვს უსაფრთხოებაში. 7 Pro-ში გამოყენებული გვაქვს ნანოკრისტალური დაცვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დაცვა სტანდარტულთან შედარებით 10-ჯერ გამძლეა ნაკაწრების მიმართ. უსაფრთხოების მხრივ გვაქვს კიდევ ერთი გაუმჯობესება. თუ წინა მოდელში, ანუ Honor 7-ში შევხვდებოდით ეკრანშივე ჩამონტაჟებულ ულტრაბგერით თითის ანაბეჭდის სენსორს, ამ მოდელში ამ სენსორთან ერთად დამატებული გვაქვს ეგრეთ წოდებული Face ID. გაუმჯობესება გვაქვს კამერაშიც, რომელიც ეხება მხოლოდ ultra-wides. თუ წინა მოდელში ultra-wide-ის მეგაპიქსელი შეადგენდა 50-ს, აქ ეს ციფრი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გაზრდილია 200 მეგაპიქსელამდე. ფოტოები კი ამ მოდელშიც ნებისმიერი განათების პირობებში, როგორც ხედავთ, გამოდის იდეალური. და ბოლო სხვაობა ეხება ელემენტს, რომელიც ოდნავ არის გაზრდილი და შეადგენს 5850 mAh-ს. დამუხტვის სისწრაფე არის სუსტად იდენტური, რაც წინა მოდელში გვხვდება. ეს ყველაფერი კი უფრო დეტალურად ნიშნავს იმას, რომ კაბელით 7 Pro ასევე უბრალოდ 7 0-დან 100%-მდე დაიტენება დაახლოებით 33 წუთში, ხოლო უკაბელოდ ეს დრო იქნება დაახლოებით 45 წუთამდე. ამ ორ მოდელზე დეტალური მახასიათებლების და ფასის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ფულს, რომელიც ვიდეოს აღწერაში იქნება მითითებული. დროებით.